სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როგორ იქნება მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილება, შეწყვეტს თუ არა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრის თათა ფერაძის წინააღმდეგ საქმის წარმოებას მოსამართლე თუ დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება მსაჯულისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიტანილი მტკიცებულებები ფერაძის წინააღმდეგ. კობა ჩაგუნავამ კვირას სასამართლო პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ ხმათა დარბაზში მიტანილი კადრები, რითაც დაადასტურებდნენ, რომ თათა ფერაძე ნამდვილად კვეთავდა გზის სავალ ნაწილს. გარდა ამისა, დაკავების ოქმი არასწორად ჰქონდა ძალოვან უწყებას. შედგენილი არ იყო დაკავების დრო მითითებული დამკავებელი პოლიციელის შესახებ ინფორმაცია არ იყო სწორედ მოძიებული. ეს იყო ის მთავარი მიზეზები, რის გამოც მოსამართლემ სასამართლოს ხდომა გადადო. თათა ფერაძეს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი, თითქმის დარწმუნებული არის, რომ დღეს მას იზოლატორში გაუშვებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობით ემუქრება მას ქართული ოცნების დაქვემდებარებული სასამართლო აცხადებს, რომ არაპირებს ბრძოლის დანებებას და დამორჩილებას რეპრესიული კანონების. კვირას იყო ჩემი გატაცებას დავარქვა, უფრო დაკავება არ იყო, იმიტომ რომ უფორმო ადამიანებმა ჩამსეს რაღაც მანქანაში და მე მესამე მანქანაში აღმოჩნდი საპატრულო პოლიციის მანქანაში. მოლოდინი რო გითხრათ, მაქვს რომ მაინც გამომართლებენ, არა, ან გონია რომ მაგის პრეცედენტს დაუშვებენ, რომ აქედან ვინმე გაუშვან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ რამდენიმე დღეს ალბათ მომიჭიან საპატიმრო, ანუ მაგის პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მართლა არ მეცალა ის რამდენიმე დღე, იმიტომ რომ ჩვენ პარტია დროს წარმოვადგენ და ჩემი პარტიის წევრები დაკავებულები იყვნენ და გადანაწილებული ჰქონდა ჩვენი მოვალეობები და უბრალოდ არ მეცალა გზაზე გადასაცვლად, თორე მაგის პრობლემა არ მაქვს, გადავალ გზაზე, როგორც კი მაგის საშუალება მომეცემა. უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელ დღესაც მე დავაბი, ან ნამდვილად არსებობს მილიონი კადრი, რომ მე უბრალოდ დგავარ პარლამენტის კიბეებთან ხალხში. მეც მჭდარ ვარ ბრალდებული სკამზე და იქიდან ვიცი და მივხვდი გავაცნობიერე, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზი გულშემატკივრებით არის სავსე, როგორ გავსებს ეს რაღაცა ენერგიით, სიმშვიდით, თავდაჯერებულობით და სულ სხვანაირად განგაწყობს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის მეორე ნახევარში 2 საათის შემდეგ, როდესაც იწყება ხოლმე საღამოს დაკავებული პატიმრების გადმოყვანა სასამართლოში იზოლატორებიდან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტივისტები, გულშემატკივრები, მათი ოჯახის წევრები ვიყოთ აქ და ვიჯდეთ მათ დარბაზში. სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო დაკავებულებს სულ ცოტა ხანში გადმოიყვანენ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით 7 ადამიანი დააკავეს გუშინ, ნაწილი იზოლატორში არის მოთავსებული, მათგან დიდი ნაწილი არის ქალი, მათ შორის 3 შვილის დედა ელოდება ახლა სასამართლო პროცესის დაწყებას. იზოლატორებში დაკავებულები უფლებადამცველებმა მოინახულეს, საქმის მასალებთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრადიციად აქცია, რომ ჯერ დაკავებულები მოყავთ სასამართლო პროცესებზე და ამის შემდეგ ხდება სწორედ ადვოკატებისთვის საქმის მასალების გადაცემა. გუშინ საღამოს დააკავეს რუსთაველის გამზირზე, მას მოსთხოვეს, რომ იდენტიფიცირებისთვის წარედგინა პირადობის მოწმობა, თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და ფაქტობრივად პირდაპირ წაიყვანეს, დააკავეს და შემდგომ უკვე ღამის საათებში საპატრულო პოლიციიდან დაურეკეს ოჯახის წევრს და უთხრეს, რომ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული. კალანდაძე ერთხელ უკვე იყო დაკავებული, მას 4 დღის პატიმრობაც ჰქონდა მის შილი. არის უფლებრივი გენოციდი, ანუ უფლებები აღარ არსებობს აღნიშნულ ქვეყანაში და აღნიშნულ კოდექსში. რაც შეეხება აღნიშნულ დაკავებულებს, რა თქმა უნდა, მათ არ ჩაუდენიათ არავითარი ადმინისტრაციული სამართალდაღობა, იმიტომ რომ უშუალოდ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური. აქედან გამომდინარე, მაგალითად მე ქალბატონო ანა მითხრა, რომელსაც ყავს 3 შვილი, რომ ის ერთადერთი ნანობს, რომ თუ დღეს დააკავებენ, ის რომ ვეღარ გავა რუსთაველზე და ყველას თხოვს, რომ ყველა ადამიანი გავიდეს რუსთაველზე და გამოხატოს, არავის არ ეშინია. საქალაქო სასამართლოში დღეს გვიან ღამემდე იქნება სავარაუდოდ სასამართლო პროცესები. 7-ის ხდომა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩანიშნული არის, რადგან 7 ადამიანი ელოდება ახლა სხვადასხვა დროს საქმის განხილვას. მათ შორის ერთ-ერთი არის ნინია კაკაბაძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ჟურნალისტისთვის. ჯერ არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, როდის უნდა გაიმართოს მისი სასამართლოს ხდომა.